ეს ახალციხის თავშესაფარია ადამიანებისთვის, რომელთაც ღამის გასათევი არ აქვთ. შენობა ქალაქგარეთ დაუსახლებელ ველზე დგას. აქ მოსასვლელი საავტომობილო გზაც დაზიანებულია. ღამის გასათევი ახალციხის აიპ სათნოების სახლს ეკუთვნის. მისი დირექტორის ვერა ბარძიმაძის თქმით, შენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა პირმა გამოიყენა, რომელიც 2024 წლის 25 დეკემბრიდან 2025 წლის 13 მარტამდე ღამეს აკათებდა. ნაკლებია, ჩვენ ახლა გვყავდა შარშან 25 დეკემბერში შემოვიდა ერთი პიროვნება და 13 მარტამდე 2025 წლის 13 მარტამდე იყო. მე თვითონ დაწერა განცხადება და წავიდა. ეხლა დღეს გავიგე რომ უნდა ისა განცხადების დაწერას აპირებს მერიაში და აპირებს შემოსვლას. თავშესაფარს ჯამში 2 თანამშრომელი ჰყავს, ორივე დარაჯი. რამდენია მათი თვიური ანაზღაურება. ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ბიუჯეტი ჩვენ ჯერჯერობით ხელფასი გვაქვს დაშვებული და გვაქვს კიდევ აი თანამშრომელი რომ ავიყვანოთ და მოემსახუროს ამის ხელშეკრულებით მოხდება საჭიროების და მიხედვით აუცილებლად სანჰიგიენური საგნების და რამის შესყიდვის ბიუჯეტი გვაქვს გათვლილი რა თქმა უნდა და დაახლოებით რაც დაგვჭირდება იმიტომ რომ ჩვენ საერთო ბიუჯეტში გვაქვს ჩვენ სასადილოც ხომ გვაქვს საერთო ბიუჯეტშია და იქიდან გამოვყოფთ რა თქმა უნდა ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა. დაახლოებით პირველი საათისთვის ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა. არც პერსონალი და არც ბენეფიციარები. ჩვენი მისვლიდან ცოტა ხანში ადგილზე თანამშრომლები და აიპის ხელმძღვანელი ვერა ბარძიმაძე გამოჩნდნენ. ბარძიმაძემ თავშესაფარში პერსონალის არ ყოფნა შემდეგნაირად განმარტა. გითხრა რომ დღეს ერთ ბენეფიციარს ელოდნენ, რის გამოც თანამშრომლები ლოჯისტიკური საკითხის განსახილველად თავისთან ჰყავდა დაბარებული. ჩვენი ბენეფიციარი მე რომ გითხარით რომ დღეს მომართვა უნდა გააკეთოს ჯერ რა უკეთებია იმ პიროვნებას იმიტომ რომ იყო სასადილოში მოსული დღეს და ვიცი და დღეს რომ ვიცი რომ უნდა ამოვიდეს და დახვდნენ ჩვენი ბენეფიციარი რა ქვია თანამშრომლები დღეს მე დაურეკე და ჩამოვიდნენ ჩემთან და ეს თემა გავიარეთ რომ რა ფორმით იმიტომ რომ გათბობა ჭირდება იმ პიროვნებას რამდენი უნდა ჩავთოთ როგორ უნდა ჩავთოთ რამე ყველაფერი გავიარეთ საწოლები თეთრეული რამე ნორმალური კარგი ხარისხის, აი უბრალო არა. რაც შეეხება თავშესაფარს, შენობა 2016 წელს აშენდა და ვერა ბარძიმაძის თქმით, მასში შესაძლებელია ერთდროულად 20 ადამიანის განთავსება, თუმცა ღამის გასათევად მოსულმა ადამიანმა დილის 10 საათზე უნდა დატოვოს შენობა. აიპის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ შენობაში დარჩენის სერვისი კვებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მას არც სამზარეულო აქვს. შენობაში არის საძინებელი ოთახები და სააბაზანო. 20 ადგილზე ჩვენ უკვე გამართული გვაქვს აქ საწოლები თავისი თეთრეულით და ლოგინით უკვე გაშლილი გვაქვს და დალაგებულია ყველაფერი შეგვიძლია რომ 20 ადამიანი ერთდროულად მივიღოთ. ვინ შეძლებს თავშესაფარში ღამის გათევას? ბარძიმაძე ამბობს, რომ ამას მერიასთან კოორდინაციით გადაწყვეტენ. ვერა ბარძიმაძე პროცედურებზე გვესაუბრება. ეს რა საჭიროება გააჩნია ჯერ იმას შევისწავლით და იმის და მიხედვით. ეხლა შეიძლება ადამიანს არ ჭირდება ის 5 დღე და 6 დღე და ერთი ღამით შემოვიდეს და გაათენოს ღამე. პრობლემა არ არის, ჩვეულებრივად შემოვა. საღამოს 6 საათიდან 9 საათამდე მომართვიანობა არის, შეუძლიათ მოვიდნენ ერთი სიტყვით. ჩვენ აქ ადგილზე ყავს თანამშრომლები, ჩვეულებრივად მიიღებენ, ჟურნალი გვაქვს გაატარებენ ჩვეულებრივად, მოსვლას და წასვლას აღრიცხავენ. დილით გასვლა არის 10 საათი არაუგვიანი 10 საათისა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემოვა, ვისაც საჭიროება დაუდგება. ეს არის მერიის დაფუძნებული აიპი და თავისთავად მერია განსაზღვრავს ამას მომართვიანობას. 2022 წელს აიპის ანგარიშის წარდგენის დროს დირექტორმა გითხრა, რომ 7 წლის განმავლობაში შენობაში ღამე ჯამში 3 პირმა გაათია. ამავე დღეს ბარძიმაძემ თქვა, რომ 2022 წლის ბიუჯეტიდან შენობის მეთვალყურეთა ხელფასებისთვის 11,000-ზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჩვენთვის უცნობი დარჩა თუ რამდენი ლარი დაიხარჯა 2025 წელს და რამდენია გათვალისწინებული 2026 წლის ბიუჯეტში კონკრეტულად შენობის მოვლა პატრონობისთვის. ბიუჯეტის პროექტში ამის შესახებ მითითებული არ არის, ხოლო ხარჯებზე აიპის დირექტორმა, რაც გითხრა, სიუჟეტის დასაწყისში უკვე შემოგთავაზეთ. რაც შეეხება აიპის სათნოების სახლის ბიუჯეტს, რომელიც გარდა თავშესაფრის აერთიანებს სოციალურ სასადილოსაც. ახალციხის მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, აიპისთვის 2026 წელს 340,000 ლარია გათვალისწინებული.